ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რამდენიმე თანამშრომელმა ახალი დირექტორის წარდგენის დროს შეხვედრა დატოვა. დღეს ზაზა აბაშიძის ცენტრში განათლების მინისტრთან ერთად მივიდა შეხვედრაზე საუბარი სამუშაო გეგმებში შეეხო, თუმცა თანამშრომლების ნაწილმა შეხვედრაზე დასწრებაზე უარი თქვა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები შეხვედრის დასრულების შემდეგ აცხადებდნენ, რომ ისინი კომისიის მუშაობას უნდობლობას უცხადებენ და გასაუბრების ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროებას მოითხოვდნენ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამართული შეხვედრა დღეს მედიისთვის დახურული იყო. ზაზა აბაშიძე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მუშაობის დაწყებას ორშაბათიდან გეგმავს. კომისიის გადაწყვეტილება ჩემი სუბიექტური აზრით იყო ტენდენციური. ბატონ ბუბა კუდავას გადაწყვეტილი აქვს გაასაჯაროს თავის გასაუბრების ვიდეო ჩანაწერი. ბატონი ზაზა ასევე თანახმა გაასაჯაროს თავის ვიდეო ჩანაწერი. თუ ბატონი ზაზას კონცეფცია, ბატონი ზაზას ხედვა ცენტრის განვითარებასთან დაკავშირებით იქნება უკეთესი ვიდრე ბატონი ბუბას. მე ვითანაშროლებ მასთან. დაზაბული იყო შეხვედრა, იმიტომ რომ ამ ყველაფრის მერე რაც ხდებოდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ნახონ, მოვისმინონ რა ვილაპარაკე იმ კომისიაზე. მერე თუ უნდათ სასამართლოში შეიტანონ, ისინი თუ არ შეძლებენ ჩემთან მუშაობას და კატეგორიულად იტყვიან, რომ აი ჩვენ შენთან არ ვითანაშრომლებთ, მაშინ წავლენ ალბათ. ძალიან კარგად იცოდნენ ის პროცედურები, რომელიც უნდა განახორციელონ იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებიან კომისიის დასკვნას. ამისთვის არსებობს ვიდეო მასალა, არსებობს ჩანაწერები კომისიის ოქმები, სადაც საუბარია, რა მსჯელობას ჰქონდა ადგილი, ვინ მისახმა ასე შემდეგ. ამიტომ ნებისმიერი მსგავსი ფაქტი იქნება პროვოკაცია მხოლოდ და გაგრძელება იმისა, იმ არაჯანსაღი, ასე ვთქვათ, პროცესებისა, რომელსაც აქამდე ჰქონდა ადგილი.